აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენი პირდაპირ ჩართვის მიზანი არის ის, რომ ამ წუთებში ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის 60 ნომერში დაახლოებით უпростоრად მე-18 სართულზე ამ წუთებში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. სართული, რასაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ამ წუთებში სადარბაზოს კარი არის ჩაკეტილი და შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ გვეძლევა. აქ არიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია კიდევ სხვა უწყებების შესახებ. ჩვენ ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მიღებას, თუ რაშს უკავშირდება მათი აქ მოსვლა. ერთადერთი რაც ვიცით, სავარაუდოდ ჩხრეკა მიმდინარეობს ერთ-ერთი ჩინოვნიკის საცხოვრებელ სახლში და ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. თქვენ კადრში ხედავთ ახლა შიგნით შიდა ტერიტორიაზე არიან დიდი რაოდენობით პოლიციელები და ამ წუთებში უკაცრავად შეგიძლიათ გითხრათ რა ხდება შიგნით, რა ტიპის პროცედურები მიმდინარეობს. მიბრძანდებით თქვენ რომელ უწყებას წარმოადგენთ? შეგიძლიათ გითხრათ რომელ უწყებას წარმოადგენთ? რა ტიპის ღონისძიებები მიმდინარეობს, ეს მაინც გითხართ. ჩვენი ინფორმაციით რესან კონცერტზე საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ ეს ინფორმაცია? ეს არის საერთო საცხოვრებელი და თქვენ ახლა ფაქტობრივად გადაადგილებას ზღუდავთ. ამ სართულზე სხვები ცხოვრობენ და არავის ექნება შესვლის შესაძლებლობა შიგნით. თქვენ ხედავთ, არ პასუხობენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ჩვენს შეკითხვებს შიდა ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საცხოვრებელი კორპუსი, გადაადგილების შესაძლებლობაც არ გვეძლევა. საუბარი არის ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის 10 ნომერში არსებულ საცხოვრებელ კორპუსზე და ამ კორპუსის მე-18 სართულზე ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სართული, სადაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ფაქტობრივად გარეშე პირებს გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ შეზღუდული. მიბრძანდებით, შეგიძლიათ გითხრათ? სად მიბრძანდებით? თქვენ საგამოძიებო პროცესში ხართ ჩართული? შეგიძლიათ გითხრათ მიბრძანდებით? მანები თავი საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს და დატოვებები. ვის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს? აი თქვენ კადრში დაინახეთ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი, სადაც პოლიციათა განსაკუთრებული რაოდენობა ჩანდა და ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ახლა შევიდა, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, სავარაუდოდ მიმდინარეობს დაკავების პროცესი, ასევე ჩხრეკის პროცესიც. ჯერჯერობით ოფიციალურად არ გვაქვს დასტური იმის შესახებ, თუ ვის საცხოვრებელში მიმდინარეობს ეს საპოლიციო ღონისძიებები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით გვაქვს ინფორმაცია ასეთი, რომ ეს საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის რესან კონცერტის საცხოვრებელ სახლში. ჩვენ ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას და იმ შემთხვევაში თუ მოვახერხებთ უფრო მეტი დეტალის გაგებას, ჩვენ ცხადია პირდაპირ ეთერში გადავცემთ ამ ინფორმაციას, თუმცა აქ ყოფი პირები არ ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას და არ გვაწვდიან დამატებით ინფორმაციას საპოლიციო ღონისძიებების შესახებ. ოფიციალურად დასტური არ გვაქვს ვისი დაკავების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მაგალითად ცოტა ხნის წინ კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს
კორპუსი და თორცდები ბინა ეკუთვნის რესან კონცელიძეს და სწორედ საგამოძიებო უწყება არის დაინტერესებული მისი საქმიანობით და სწორედ მის საცხოვრებელ სახლში არიან პოლიციელები. ჩვენ დამატებით ოფიციალურ უწყებებთან დაკავშირებას ვცდილობდით, თუმცა არც ერთი მათგანი არ გვპასუხობს, როგორც ცნობილი არის, დამოუკიდებელ მედია საშუალებებთან ქართული ოცნების ხელისუფლება არ თანამშრომლობს, შესაბამისად ჩვენ მოკლებული გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო მეტი გავიგოთ მომხდარის შესახებ. ერთადერთი რაც ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის 10 ნომერში, სადაც კორპუსის მე-18 სართულზე ამ წუთებში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. საუბარი არის საერთო საცხოვრებელზე, სადაც მე-18 სართულზე ამ წუთებში გადაადგილების შესაძლებლობა გარეშე პირებს შეზღუდული აქვთ. კომენტარებში რახან კითხულობენ, რომ რასთან არის დაკავშირებით ეს საპოლიციო ღონისძიებები, ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ამ კითხვას უპასუხოთ, რადგან შეგიძლიათ გითხრათ, რა ტიპის პროცედურები მიმდინარეობს? ვის საცხოვრებელ სახლში? რომელი უწყება ატარებს ამ საპოლიციო ღონისძიებას? ჩემს სიტყვებს იმეორებთ ისევ, რომ საპოლიციო ღონისძიება ტარდება და შესაბამისად, რაც გითხარით ისევ იგივეს გავიმეორებ, რომ საპოლიციო ღონისძიება ტარდება და მიმდინარეობს შესაბამის ღონისძიება. და რომელი უწყებაა ეს მაინც თუ შემიძლია საუბარი. დამატებით დეტალებს ვერ ვიგებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო? ვერაფერს ვერ ვიგებ. აბჭურვილობით ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შემოსული სუსი კონკრეტულად. თქვენი შეფასების საგანი არის. რესან კონცელიძის საცხოვრებელ სახლში ხართ? ვერაფერს ვერ ვიგებ. საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოთ წესით, ახლა და თქვათ განმარტოთ. განიმარტება დაილოდოთ მოგადების განმარტება. ადგილზე არის თვითონ რესან კონცელიძე? უნდა გითხრათ. გააგეცით პასუხი, რომ ღონისძიება მიმდინარეობს საპოლიციო სახლში. მე დეტალებს ვერ გაგცემთ პასუხს. შესაბამისი უწყებები არ პასუხობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, ამიტომ გვიწევს ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ადგილზე, რადგან საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოთ. აი თქვენ ხედავთ ძალოვანი უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიციას, ფაქტობრივად ის არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ ამ წუთებში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, გავრცელებული სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს რესან კონცელიძის საცხოვრებელ სახლში, თუმცა ჩვენ ამის ოფიციალურად დაზუსტების შესაძლებლობა არ გვეძლევა, რადგან შესაბამისი უწყებები არ განმარტავენ თუ რას უკავშირდება ეს საპოლიციო ღონისძიებები. ადგილზე მყოფი პირებიც არ გასცემენ ინფორმაციას, მათ შორის არ უზრუნველყოფენ საზოგადოების ინფორმირებას, რადგან არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ამ საქმეზე. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლება საკუთარ თანაგუნდელებს ინფორმით უპირისპირდება, რომ არაერთი პრემიერი დააკავა, მინისტრთა კაბინეტის წევრები დააკავა, მათ შორის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი და ეს პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მათგანი, ვინც არის დაკავებული, მათ სხვადასხვა ბრალდება აქვს წარდგენილი, მათ შორის ყველაზე მძიმე ბრალდებები არის ის, რომ თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ, ასევე სახელმწიფო რესურსებს ფლანგავდნენ. ანუ ფაქტობრივად ქართული ოცნების მაღალჩინოსნები არიან კორუფციაში ჩაძირულები და წლების განმავლობაში კორუფციით იმართებოდა საჯარო უწყებები და ფაქტობრივად ხალხის ფული იფლანგებოდა და ხმარდებოდა ქართული ოცნების წევრების გამდიდრებას. საინტერესოა ის გარემოება, რატომ დაიწყო ქართულმა ოცნებამ საკუთარი თანაგუნდელების დაპატიმრება, დასჯა ამ ფორმით. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი არ აქვს საზოგადოებას
და ეს პროცესი არის გაუმჭვირვალე. ვინც ახლა შემოგვიერთდა გეტყვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მე-18 სართულზე ამ წუთებში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ცოტა ხნის წინ კარები როცა იყო ღია დავინახეთ ის, რომ ერთ-ერთ ბინაში პოლიციელთა განსაკუთრებული რაოდენობა იყო და ისინი ატარებდნენ როგორც ჩანს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა არ განმარტავენ რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება. ვინაიდან ვინც ახლა გვიერთდება და კითხულობს სად ვიმყოფებით, გეტყვით რომ ეს არის ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა, საუბარი არის 10 ნომერზე და საცხოვრებელი კორპუსის მე-18 სართული, სადაც ამ წუთებში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, რადგან შესაბამისი ეკიპირების თანახმად ისინი ამ უწყებას წარმოადგენენ. ჩვენ შევამჩნიეთ ის, რომ მათ აცვიათ ჯავშან ჟილეტები, ეს ფოტოკადრები გადავიღეთ კორპუსის ეზოში, რომელსაც ცოტა მოგვიანებით გიჩვენებთ. ადგილზეც ვხედავთ, რომ შავ ფორმაში გადაცმული პირები იმყოფებიან და საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში არიან ისინი ამ წუთებში. კარები, სადარბაზოც კარები ჩაგვიკეტეს, შიგნით შესვლის შესაძლებლობა არ გვეძლევა და ვერ ვახდენთ საზოგადოების დამატებით ინფორმირებას. აი ეს არის ის კორპუსი და ბინის ის კარი, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, აქაც იმყოფებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებას არ ახდენენ. აი ახლა ანიშნეს, რომ მეორე გასასვლელით ვისარგებლეზე უნდა გამიყვანონ ამ ტერიტორიიდან. უკეთესად, ეს არის საჯარო სივრცე, სადაც ნებისმიერ პირს გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. და რაში ვუშლით ხელს ჩვენ მათ? აი ჩვენ მქონდა მცდელობა, რომ მეორე შესასვლელით გვესარგებლა და გადაგვეღო კადრები თუ რა ხდებოდა ადგილზე, თუმცა ჩვენ ამის შესაძლებლობა ამ წუთებში არ გვეძლევა. დადასტურებით არ შეგვიძლია გითხრათ თუ ვის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, თუმცა ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას ვეყრდნობით, ასევე კორუფციასა ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს რესან კონცელიძის საცხოვრებელ სახლში, თუმცა ამის გადამოწმება ოფიციალურად ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვცდით რესან კონცელიძესთან დაკავშირებას, ვნახოთ თუ უპასუხებს ის ჩვენს სატელეფონო ზარებს. ვრეკავთ რესან კონცელიძესთან, თუმცა ის ჯერჯერობით ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ყურმილი გაგვითიშა და არ გვიპასუხა რესან კონცელიძემ, რომელთანაც დაკავშირებას ვცდილობდით და იმ ინფორმაციის გადამოწმება გვსურს, რაც ამ ეტაპზე. ალო?
დიახ. ბატონ რესან, მოგესალმებით, სულხან მესხიძე ვარ, აჭარა ტაიმსიდან გიკავშირდებით. დიახ. პირდაპირ ეთერში ვართ და ამიტომ გიკავშირდებით და გვინდა ინფორმაციის დაზუსტება. საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა მიმდინარეობს ჩხრეკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი კორპუსი არის და თქვენი ბინა. რას მიედ მოედებით, კაცო, რა ბინა, რა კორპუსი, რა ჩხრეკა. თქვენ გაგეჩინეთ საცხოვრებელი კორპუსი ჰაიდარაბაშის 10 ნომერში არ გამაჩნია. და ვის იმაში მიმდინარეობს? სამშენებლო ობიექტი თქვენი არის, თქვენს ობიექტს წარმოადგენს? რას ლაპარაკობ, რას სამშენებლო ობიექტი, რა გამაჩნია, სად გამაჩნია, რას მაკავშირებს, საიდან მაკავშირებს, კაცო, ბინა ხარ გამაჩნია. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია და ამიტომ რას ამბობთ, რა კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია და ამიტომ გიკავშირდებით. როგორ? კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ინფორმაცია გაავრცელა და დაზუსტების მიზნით გიკავშირდებით თქვენ. ვინ არის კორუფციასთან ბრძოლის მებრძოლი? მე რა ვიღობერიძე, კაცო? დიახ. რას ლაპარაკობთ, არ წვენიათ ბოლო-ბოლო. საზღვარი აღარ აქვს ყველაფერს. აღარ კაცო, აღარ უნდა დაამთავროთ ეს სილის ამბები და უბედურებები, კაცო. ჩვენ ცილს არ გწამებთ, გვინდა ინფორმაციის გადამოწმება, რადგან თქვენი სახელი და გვარი გაჟღერდა. რა სახელი კაცო, რა გვარი, ეს ახლა მე ღობერიძის ნალაპარაკებს და მის რა პირველად მესმის, რას მიგონებთ, რას აგორებთ, რა დღეში ხართ, კაცო, რა იქნება. გასაგები, ანუ თქვენ არ დასტურებთ ამ ინფორმაციას, რომ საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს და თქვენ ხართ ფიგურა. რა ვადასტურებ, კაცო, რა სილიც საკეთებთ, რა ერთ აგორებთ. არა, გეკითხებით, ბატონ რესან, გეკითხებით, ანუ არ ადასტურებთ თქვენ ამ ინფორმაციას. რა სილიც არ ვადასტურებ, რა თქმა უნდა, კაცო. თქვენ რა ერთ საკეთებთ, რა დღეში ხართ მეთქი, გეკითხებით. გასაგებია. რა დღეში ხართ მეთქი, რა არ წვენიათ, კაცო, ბოლო-ბოლო. გითხარით, ბატონ რესან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და დაზუსტების მიზნით გირეკავთ. სრული კონია ცოტა. გასაგებია, მადლობა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით რესან კონცელძეც, რომელმაც კატეგორიულად უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპოლიციო ღონისძიებები უკავშირდება მას, უფრო მეტიც მან განმარტა ის, რომ ეს არ არის მისი საცხოვრებელი კორპუსი და არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია იმის შესახებ, რომ ეს საპოლიციო ღონისძიებები უკავშირდება მას. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ჰაიდარაბაშიძის ქუჩის 10 ნომერში, სადაც ამ წუთებში საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს კორპუსის მე-18 სართულზე. ამ წუთებში იმყოფებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, რომლებიც ერთ-ერთ ბინაში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. ჩვენ გვქონდა უფრო სწორად მცდელობა იმისა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო აქ მყოფი პირებისგან. ჩვენ გვაინტერესებს ვის უკავშირდება ან ვინ არის ფიგურანტი ამ საგამოძიებო პროცესისა, თუმცა აქ შეკრებილი ადამიანები არ ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის ისინი არ პასუხობენ ჩვენს კითხვებს. კითხვები უპასუხოდ რჩება ასევე შესაბამისი უწყებების მხრიდანაც, ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ვუამბოთ ამ საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე არის სიმშვიდე, კარები არის შიგნიდან დაკეტილი, შესაძლებლობა შიგნით შესვლის არ გვაქვს, შესაბამისად არ ვიცით რა ხდება ან ვის უკავშირდება ეს საპოლიციო ღონისძიებები, ამიტომ ვინაიდან ამ ეტაპზე არ გვაქვს სიახლე, უნდა გავთიშოთ პირდაპირ ეთერი, თუმცა თუ გვექნება ჩვენ დამატებით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ადგილზე, ვის უკავშირდება ეს საპოლიციო ღონისძიებები, ცხადია, აჭარა ტაიმსი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
დამატებით ინფორმაციას. მადლობა რომ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერებს, ასევე მადლობა ნდობისთვის, გემშვიდობებით, თუმცა ცხადია ჩვენ განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ ჩვენი პლატფორმების მეშვეობით. დროებით